ირანმა აზერბაიჯანს დრონებით შეუტია უპილოტო საფრენი აპარატი ნახიჩევანის აეროპორტთან ჩამოვარდა და აფეთქდა. მეორე კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დაშავებულია ორი სამოქალაქო პირი. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პარალელურად ირანის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავს. 5 მარტის ღამეს ოკუპირებული აფხაზეთის თავზე 30-მდე დრონი დაფრინავდა, ნამსხვრევები კი 11 დასახლებულ პუნქტშია აღმოჩენილი. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ეგრეთ წოდებულმა ხელმძღვანელმა განაცხადა. არგურ გუმბას მტკიცებით ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე, განაცხადა კაია კალასმა ოცნების მიერ მიღებულ ახალ კანონებზე. არ ვაღიარებთ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად მუშაობთ არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ოპოზიციის ალიანსი ოცნების მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კანონებს ეხმაურება. 9 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება განცხადებაში წერს, რომ მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია.